მეორე იყო ჩვენი ნამდვილი мама. მე ღმერთს ვეხვეწები მხოლოდ და მხოლოდ ერთს. ყოველ წუთში ვთხოვ ამას, რომ ილია მეორესნაირი მოგვიყვანოს გამჩენმა ღმერთმა შვილო ჩვენ. უწმინდესმა იმდენი რამ გვითხრა 48 წლის მანძილზე, იმდენი რამ დაგვანახა თავისი საქმით, რომ მე მგონი კითხვა საერთოდ არ უნდა დაგვრჩეს არც ერთ ქართველს რა უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს ერთსულოვნება, თანადგომა ერთმანეთისა, ტაძარში სიარული, ნამდვილი ქრისტიანობა და არა ფასადური ქრისტიანობა უნდა მოვახერხოთ. გუშინდელმა დღემ დაგვანახა ეს ძალიან დიდი ერთობა. ალბათ ეგ უფრო გულის ამაჩუყებელი იყო ჩემთვის პირადად, რომ დავინახე ერთად ქართველების შეკრული და გუშინ თბილისში ორი მდინარე მოედინებოდა, მტკვარი და ქართველი ერი. სიყვარული იყო თვითონ და ჩვენ ეს სიყვარული დაგვიტოვა. ძალიან გვიყვარს ეხლაც და სულ გვიყვარება, იმიტომ რომ მას უნდა რომ ჩვენ ღმერთი ძალიან გვყარებოდა და ამას მიაღწია. სიტყვები არა მაქვს რა ვთქვა, შეგვინდოს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. სხვა რა ვთქვა, იმედია ეხლა გავერთიანდებით და ერთმანეთს აღარ ვავნებთ არაფერს. სიყვარული გაგვაერთიანა.